ქუთაისში ხშირად ისმის კითხვა, სად ერთობიან ახალგაზრდები. საინტერესოა, რომელ ბარ-რესტორანში თუ კლუბში ცდილობენ ისინი გარკვეული დროის გატარებას. რას ფიქრობენ ამ თემაზე ისინი და რეალურად აკმაყოფილებენ თუ არა ქალაქში არსებული გასართობი დაწესებულებები მათ მოთხოვნებს. თეში იხსნება, მაგრამ არ მგონია გოგომიქ მოიხინოს და რაღაც ისეთ კაი პონტები გაატაროს და ამ ნაკლებად ისეთი გასართობი ახალგაზრდული ქუთაისში ნაკლებად არის. ქუთაისში არაფერი არ არის გასართობი ისეთი რომ გახვიდე საღამოს და გაერთო, ამიტომ ვზივარ სახლში და როგორც ყოველთვის ინტერნეტში ვერთვარ, მედით ვერაფრთ. თქვენ? არც მე დავდივარ, თუმცა მე არც მიყვარს იარული და შეიძლება არის გასართობი და არ დავდივარ უბრალოდ არ ვიცი. და ერთობ თუ არა საღამობით სადმე? არ სად სახლში. სახლში. თქვენიაც არ არის გასართობი თუ უბრალოდ თქვენ არ ერთობ? ალბათ შეიძლება არის, მაგრამ ჩვენ არ დავდივართ კლუბებში და ეს თემაში. ანუ არ მოგწონთ კლუბები? რეპეტიციები როცა გვაქვს იქ ვერთობი ძალიან. ანუ სხვაგან არსად. სახლში ქუთაისში თქვენიაც გასართობი არის? არაფერი. ვის დაგვარად? ვთილობ რომ გავერთ. სად? სხვადასხვა ბარებში, კლუბებთან, ან კლუბთან დაახლოებული სიტუაცია, სადაც არის ახლა დღესდღეობით ქუთაისში როგორც ასეთი კლუბი ჩამოყალიბებული არ არის, მაგრამ არის ხოლმე ესეთი ივენთები, ჩამოყავთ სხვადასხვა დიჯეები. ანუ გასართობი ასე თუ ისე არის ქუთაისში? ასე თუ ისე არის. ყოველ შემთხვევაში შეეცდები რომ გაერთო. რა ვიცი, ჯაზარტი არის, ახალა გაიხსნა და ძალიან ბევრი გასართობებია, რა ვიცი. მაგ მეგობრებთან ერთად მაგალითად შეიძლება უბრალოდ ვისეირნო თან, თუნდაც მაკდონალდსში უმეტესად. ანუ თქვენიაც გასართობი არის ქუთაისში მრავლად. ნუ გააჩნია რა სახის გასართობებში ვიგულისხმობთ, უმეტად კინოც არ არის ქუთაისში და შესაბამისად ზეპირად ვერ ვიტყვით, რომ რაიმეთი ახალგაზრდა შეუძლია გართობა. რამდენად ხელმისაწვდომია სასურველ კაფე-ბარებში შემოთავაზებული მენიუ და ხშირად სტუმრობენ თუ არა მათ ქუთაისელი ახალგაზრდები. ჯერ ერთი, იმიტომ რომ არის ევროპული სამზარეულო, არის ფრანგული სამზარეულო და ჩემი აზრით მე რომ ვიყო და მაინტერესებდა უბრალოდ გამესიჯა ხო სხვა სამზარეულო როგორია, რა გემოვნებით ამზადებენ და მე ვთვლი რომ საჭირო არის რომ გაეცნო არა მარტო ქართულს, არამედ ევროპულ სამზარეულოსაც. ინტერესის მიზნით მე დააგემოვნებ და მიხვდები აი მოსწონთ, არ მოსწონთ იმის მიხედვით. 18 ლარი ღირს კრივეტები, ლოკოკინები ჩვენთან. 18 ლარი ეს არის 6 ლოკოკინა უკვე გამზადებული თავის соуში. უგემრიელესია. და ესე ღირს სხვათა შორის კოქტეილი გვაქვს კრივეტების, კოქტეილი ღირს მე მგონი 14 ლარი. ესეც თავის წვენში არა ძალიან გემრიელია და 18 ლარის ზემოთ არც ერთი და არ მიდის. არის გათვლილი რომ აი როგორ გითხრათ ოჯახის წევრმა ბავშვი შემოიყონოს, მაგრამ რომ გარშემო ჩვენობის გარშემო იმყოფება სკოლები, სადაც არასრულუნების სწავლობენ და არის ხო დაკავებულები არიან მშობლები, რომლებიც ვერ ასწრებენ ბავშვის სახლში შეყვანას იმაზე, რომ აი როგორ გითხრათ, აი ბავშვი ხელი მოინაცვლონ, რომ ჩათვალონ თავის როგორ ოჯახში არაფერი დაუждდება და ბავშვები უზრუნველყოს არის ესეთი საჭმელები, პატარა ბავშვი შემოიყონოს და დედამ უზრუნველყოს მისი ყვება, ისეთ ფაქტებს რომ შეწვდნენ ამ ყველაფერს. გაფართოებაზე ჯერჯერობით ავფიქროთ, რელექსში ვფიქრობთ იმაზე, რომ წარმატებულად წავმართოთ ეს ჩვენი ბიზნესი. და თუ არ გავფართოვდებთ მაინც რომ შევინარჩუნოთ ეს სახე და კლიენტი ყავდეს და მომხმარებელი კმაყოფილდეს.